დონეცკთან მომხდარი კატასტროფის გამოცვლილებებია საქართველოს საჰაერო სივრცეში უკრაინის ქალაქების მიმართულებით დანიშნული ყველა რეისი აღმოსავლეთ უკრაინის გვერდის ავლით შესრულდება. ანალოგიური წესი იმოქმედებს სხვა ევროპულ ქალაქებში ფრენის დროსაც. ევროკონტროლის მიერ დაწესებული ალტერნატიული მარშრუტი დღეიდან მოქმედებს. ახალი გზა შავი ზღვის გადაკვეთით თურქეთისა და ოდესის საჰაერო სივრცის გავლას გულისხმობს. უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოგდების გამო კიევის მიმართულებით ფრენები ალტერნატიული გზით სრულდება. ევროკონტროლის მიერ საჰაერო სივრცეში დაწესებული მარშრუტი საქართველოს აეროპორტებიდან შესრულებულ რეისებსაც ეხება. საჰაერო მიმოსვლა დღეიდან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გავლით აღარ შესრულდება. თბილისიდან კიევში მოხვედრა შავი ზღვის გადაკვეთით თურქეთის და ოდესის საჰაერო სივრცის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. შეფერხებები გამოწვეული იყო იქიდან გამომდინარე ავიაკომპანიებმა უსაფრთხოების ზომების მიღების კუთხით შეცვალეს გარკვეული მარშრუტები. რადიკალურ ცვლილებებს ან რაიმე ავიარეისის გაუქმება საქართველოში ამ ეტაპზე არც ერთი ავიარეისი არ გაუქმება. მას შემდეგ რაც დაიხურა უკრაინის გარკვეული ნაწილში საჰაერო სივრცე აღმოსავლეთ ნაწილში შეთავაზებული აქვს ავიაკომპანიებს ალტერნატიული მარშრუტები, ეს არის მეტწილად თურქეთის გავლით და უკრაინის დასავლეთის გავლით. ალტერნატიული მარშრუტის გამოყენება საჰაერო სივრცეში აპრობირებულია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სათადარიგო გზებზე გადასვლა მხოლოდ ფორს-მაჟორულ სიტუაციებში ხდება. ამ დროს ევროკონტროლი ავიაკომპანიებს ჰაერში არსებული საფრთხის შესახებ დამატებით რეკომენდაციებს აძლევს. როდესაც ავიაკომპანია იძულებულია შეცვალოს თავისი უკვე დადგენილი მარშრუტი, ხდება რა? პირველ რიგში ხდება, ნაკლებ ეფექტური ხდება ავიაკომპანიისთვის, რადგან საჰაერო ხომალდი უფრო მეტ ხანს ატარებს ჰაერში, უნდა ნორმალურად უფრო გრძელი მარშრუტის არჩევა ხდება, იმიტომ რომ ის შერჩეული მარშრუტი როგორც წესი მოკლეა. შესაბამისად, უფრო დიდი ხნის გატარება უწევს ჰაერში, ეს არის დაკავშირებული უფრო მეტი საწვავის მოხმარებასთან და თვითმფრინავის უფრო მეტ გამოყენებასთან. უკრაინასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტი თურქეთის გავლით ბოინგ 777-ის ჩამოგდების შემდეგ ამოქმედდა. ქვეყნის საჰაერო სივრცეში გვიანღამით საგანგებო ვითარება შეიქმნა. შეიცვალა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტების დღის განრიგი, მათ შორის თბილისის. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეგულარული რეისები თბილისისა და ბათუმის მიმართულებით 3 საათის დაგვიანებით შესრულდა, რის გამოც მგზავრებს პრობლემები შეექმნათ. მე ხო ვირჩევ სად უნდა გავფრინდე, ნეპროკონტროლში გავფრინდა მეშინია, იმიტომ რომ უცნობია როგორ მოახერხებს თვითმფრინავი დაშვებას. არის ვარიანტები კიევის და ოდესის მიმართულებით. მე ახლა დავრეკავ უკრაინაში და გავარკვევ რა ჯობია. შეიძლება ევროპის გავლით გავფრინდე. ბილეთი მაქვს 4 რიცხვში აღებული მივფრინავ ოდესაში ბავშვებთან ერთად. არანაირი პრობლემა არ არის. მოვედი 10 საათზე, რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. შეფერხებები არ არის. Всё нормально. 12 прилетели без задержки, без всякой никакой задержки. შეზღუდვების მიუხედავად უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლობა საქართველოში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. კომპანია მგზავრებს აფრთხილებს, რომ უკრაინასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტი დონეცკის ოლქის საჰაერო სივრციდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით სრულდება. ნორმალური რეჟიმშია მუშაობა, მგზავრები კითხულობენ და არავითარ პრობლემა არ არის. აი ოფიციალური წერილი საიტიდან და ან ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად? კი, აი დღეს 2 ბილეთი უკვე გამოვწერე. თვითმფრინავი გვერდზე გაივლისო 200 კილომეტრზე მოშორებით გაფრინდება. აი რომელიც თვითმფრინავი თუ გაფრინდება 200 კილომეტრი 200 კილომეტრი სტარენი ბუდეცი. მე მივდივარ მოსკოვში კიევის გავლით, ტრანზიტული რეისია. გითხრას, რომ ფრენის ახალი მარშრუტი უსაფრთხოა. თბილისისა და კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტები დღეიდან ალტერნატიული მარშრუტით უკავშირდებიან. ამ გზით პირველი რეისი თბილისიდან დღეს დილის 7 საათზე შესრულდა.